დღესაც რაც მაშინ იყვნენ რა. მიშას ვერ ეტანენ სწორედ იმის გამო, რომ მიშა იყო ქარიზმატული პოლიტიკოსი, რომელსაც უბრალოდ მისი არსებობის გამო მიყვებოდა ხალხი. აი მაგალითად როგორ რამეა, იცი რომ ახლა ხოსულ ამბობდნენ, რომ აი ვიღაცა მიშას ვიღაცები ემხრობიან, ხო, ხელოვანები და არტისტები და წერლები და ამიტომ არის მიშა პოპულარული. ბიჭო, ის ხალხი ეხაც ემხრობა ვიღაცებს, მაგრამ არც ერთი არ არის პოპულარული როგორც მიშა იყო, ხო? აი ეს არის მთელი ამბავი რა. ეს არის ქარიზმის ზიზღი. რაც აქვს ამათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი თავისი მოქმედებით, თავისი ენერგიულობით, თავისი რაღაცებით იწვევდა ძალიან ბევრი ადამიანს სიყვარულს, ის გამო მას ემხრობოდნენ, ეს გამო უნდათ მის მხარეს ყოფნა და ამ შემდეგ რა. ეს არის ზიზღის საფუძველი რა. ზიზღის საფუძველი, ესე იგი, როგორ რაღაცა იცი, რომ ეს არის შეუმდგარი პოლიტიკოსობა, იმიტომ რომ ყველაფერი შეგიძლია მოიპოვო ქარიზმის გარდა. ქარიზმა არ მუშავდება. ქარიზმა ან გაქვს, ან არ აქვს რა. აი ეს არის ის. ეს არის ის, რაშიც ეს ვაყოფითი მაგალითად შეგვიძლია ბევრი მოვიყვანოთ, რომ ადამიანი ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ესეთი პროდუქტიული იდეების თვალე, რადგან ქარიზმა არა, არავინ არ უსმენს იმას და არავინ ხო და აი ეგეთი აი ეს ვითარებაა რა, ესე იგი მისას ყველა პოლიტიკოს აპატიებენ ყველაფერს, ესე იგი ეს მოზიზღარი ხალხი ვინც არის მერე ვინც თავისუფლები გაზარდა მისას დღეს გარდა ქარიზმისა, ესე იგი ეს არის ისეთი რამე რაც გაქვს. ანუ შენ ამას ვერ გამოიმუშავ, ვერ მიიწერ, ვერ დაიწერ ქარიზმას, ქარიზმა უნდა კონდეს. ეს არის ის, რაც მიშას გამოარჩევს დღევანდელი პოლიტიკოსებიდანაც კი ყველასაგან, ვინც არსებობენ. კი ბატონო, მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ, მივყვეთ აი შეკითხვები შემოდის და